ეთერში. მოგესალმებით ბატონო უჩა. გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით. სანამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ აი ამ პროცესებთან დაკავშირებით კითხავდეთ აი იმ ერთ წელზე რომელიც გაიარა ქვეყანამ მინდა კითხოთ იმ ბოლო სიახლის შესახებ რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემაში ახალი შემზღუდავი რეგულაციების დაწესებას. თქვენ 2012 წელს როდესაც გახდით სახალხო დამცველი იყავით ერთგვარი მონაწილეც იმ პროცესისა როგორ გაიხსნა სასამართლო სისტემა და რითიც ძალიან ამაყობდა ქართული ოცნება რომ გითხრათ რა ვითარებას ვუბრუნდებით ახლა აი ამ ახალი წესებით, როდესაც არ იკმარეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები და ახლა ეს არის კიდევ ახალი წესები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ მედიას, მათ შორის ხდომაზე რიგით დამსწრე პირებს, ადვოკატებს და ასე შემდეგ. რა ვითარებაში აღმოჩნდება სასამართლო სისტემა, ეს რომ გითხრათ? თქმა უნდა, ეს არ არის პირველი მცდელობა, ჩვენ აქამდეც ვნახეთ, ცოტა ხნის წინ სრულიად დაიკეტა მათ შორის ვიდეო ფოტო გადაღება სასამართლო პროცესების მოხდა პრაქტიკულად კლანის გაბატონება ყველა რგოლში თუ კი ადრე რაღაც ინსტანციებში მაინც არსებობდა თავისუფალი კუნძულები სადაც შესაძლებელი იყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება დღეს უკვე პრაქტიკულად ესეც უკვე შეუძლებელია იგივე სააპელაციო უზენაეს მეშვეობით პრაქტიკულად საკუთრივ სასამართლოს მეშვეობით პრაქტიკულად ყველა დონის ინსტანციის სასამართლოზე სახელმწიფო მმართველ პარტიას აქვს კონტროლი და რა თქმა უნდა ის აგრძელებს მაქსიმალურად ისეთი გარემოს შექმნა სადაც მის ერთგულ მოსამართლეებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება და ყოველგვარი დისკომფორტი გამოიწება. ამიტომაც ისინი ასეთ შეზღუდვებზე მიდიან და უბრუნდებიან არა მხოლოდ იმას, რომ 12 წლამდე და რა თქმა უნდა ეს მართლაც მასე იყო ქართული ოცნება ამაყობდა რომ მან გაანთავისუფლეს და აბრუნეს იგივე ფოტო-ვიდეო გადაღება დარბაზებში, რომელიც მართლაც იყო აკრძალული. ხო და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით, ხო იგივე სასამართლოს მართლმსაჯულების თუ პენიტენციური დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის კუთხით იყო ბევრი რამ, რაც გაუჯობეს და რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ, ანუ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტად შევსმიდის, ანუ ეს კანონები, რაც იქნა მიღებული ამ ერთ წლის განმავლობაში განსაკუთრებით, პრაქტიკულად ახდენს ქვეყანაში არსებული სამართლებრივი და ადამიანისმრევათა მექანიზმების მოშლას. პრაქტიკულად ხდება დემონტაჟი იმ ყველაფრის, რაც დამოუკიდებლობის მანძილზე შეიქმნა ქვეყანაში, იმისთვის რომ რაღაც